ბერი პაისის ათონელის შეფასება არის ადამიანის კატეგორიებთან დაკავშირებით ბუზი და ფუტკარი. ადამიანი ბუზს ადარებს იმ ადამიანებს, რომლებიც ყვავით და ხეხილით ესეთ გამწვანებულ ბაღში ბუზი რო შეფრინდება, გადაუფრენს ყველა ხეხილს და ყვავილს და იღობის ძირში აუცილებლად მიაკლებს ფეკალიას და იმით დაკმაყოფილდება. ანუ ბუზი ადამიანი, ბუზ ადამიანებს ვადარებ ჩვენ და სამწუხაროდ ამ ადამიანებს, რომლებიც ზოგი მოწოდებით არის და ესეც ბუნებრივია ალბათ, რომ მხოლოდ ნეგატივს უნდა ხედავდე, მხოლოდ სიძულვილს უნდა ხედავდე, მხოლოდ ცუცს უნდა ხედავდე. ამაზე მაქვს საუბარი, მაგრამ ყველაზე საცოდაობა იცით რა არის? რომ იცის, რომ ეს ბუზი, ეს ბოროტება, მაგრამ დავალებით ხდება ბუზი. აი ეს ტელევიზიები, ეს რადიკალური პირდაპირ შეგვიძლია, ესენი არიან ბუზები, ბუზი ტელევიზიები, ბუზი აქტივისტები, რომლებიც ვერც პროგრესს ხედავენ, ვერც სიკეთეს ხედავენ, ვერც განვითარებას ხედავენ. გინახავთ რომელიმე შეფასება ეკონომიკური განვითარების, სასამართლო სისტემის, გამჭირვალობის, ეს ხო საერთაშორისო რეიტინგებზე მაქვს საუბარი, საერთაშორისო რეიტინგებით შეფასებული. არის ფუტკარი, რომელიც პირიქით არის. აი ბინძურდა მიგდებულ მასში ადგილას და ოთახში რომ რამე იყოს ხეხილის მაგვარი, ამ ყველაფერს გადაუფრენს და იმას დაინახავს და იქმნივა. და ჩვენ დასაბედნიეროდ და თქვენ დასაბედნიეროდ ამითა ვართ გამარჯვებული, რომ ფუტკარი უფრო მეტია ჩვენს საზოგადოებაში, ვიდრე ბუზი. და ამიტომაც ვართ გამარჯვებული. როგორ გონიათ, თუ ბევრი ფუტკარი ვართ, ვის უნდა მივცეთ ჩვენ შესაძლებლობა და საშუალება, რომ გარყვნას და კიდევ ეს სიძულვილის ენამ იმეფოს ჩვენს ქვეყანაში.